მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი მერე და მე თქვენი წამყვანი ირინა კიქოძე ვარ. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ კორნერში. ჩვენი სტუმარია რუსკა მაყაშვილი. შემოსიყვარულო შენ. როგორ ბრძანდებით ქალბატონო რუსკა? მე ვარ შოქში, იმიტომ რომ მართლა მახსოვ ხარ, არ ვიცი, აი ამ ხელა და ეხლა რომ აი აქ ზიხარ და შენი პოდკასტი რო გაქვს და მეც რომ მოვედი შენთან სტუმრად და ესეთი ლამაზი და მშვენიერი რო ხარ. გული მიჩუყდება ძალიან, მართლა გული მიჩუყდება და დღეს მაქსიმალურად ვეცდები რომ შენი პოდკასტი იყოს ყველაზე კარგი რაც კი აქამდე ჩაგიწერია. მე მინდა რომ ის ფოტო გამოვაკრო ჩვენის ლაგუნა ვერაზე რო ვარ. ხო. რო ვიღიმი. მოციცქნული. ხო. როგორ მიხარ? ანუ რუსკას ისეთი ფანი ვიყავი დღემდე რომ ბავშვობაში რუსკასნაირი თმა მინდა, რუსკა მინდა რომ ვიყავი, დედაჩემს ვეხვეწებოდი. ისე. ძალიან მე ყველაფერი მახსოვს და ძალიან საყვარელი ხარ მართლა და მართლა ჩემ თვალწინ გაიზარდე და ძალიან მაგარი გოგო ხარ და ყოჩაღი ხარ. მადლობა. დავიწყებ პირველი კითხვით. დაიწყე, ძალიან მაინტერესებს შენი შეკითხვები. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ბევრი მსმენია შენზე, როგორც დედის ამპულაში, ან ჯერ ყველაფერი რომ გადავდოთ და მაინტერესებს სანამ შვილებზე გადავალთ, მაინტერესებს პატარა რუსკა როგორ იყო, აი ბავშვობაში შენ როგორ იყავ? მე ვიყავი ძალიან ცელქი, ის რომ მეუბნებიან, რომ რატო გიკვირსო ილიავის და მსგავსაო. არ მიკვირს, მაგრამ ამდენსაც არ ველოდი. ხო, ძალიან ცელქი ვიყავი, მოუხელთებელი, მე ამბოხე და არაფრის არ მეშინოდა. მაგით ვასწავლებს ბავშვი რო ხარ, არაფრის არ გეშინია, მშვიდი ხარ, წყლარი ხარ რაღაცეებშია. ხო და ხო, აი ძალიან ცელქი ვიყავი მოკლედ. არ სწავლობდი, სწავლა არ მიყვარდა. ნუ სულ რაღაც სისრულელებს ვაკეთებდი ძირითადად. რაღაცეებს მაიმუნობდი, ძალიან ბევრს მაიმუნობდი. ეს ბავშვობაშიც და მე უკვე სტუდენტობაშიც ძალიან ბევრს მაიმუნობდი. ანუ მაიმუნობა ხომ მივხვდი რას, აი. ხო. ისეთი ვიყავი რა. ხიარული და ცელქი, ძალიან ცარა. ვინ გინდოდა რომ გამოსულიყავ? თუ აი სხვადასხვა პროფესიები ქონდა ბავშვობიდან, რომ აი თქვა ის მინდა, თუ აი იცოდი სადაც? არა, არასოდეს არც ერთი წამი არ მქონია რაღაცა სხვა პროფესიაზე ფიქრის დრო, ჩემი თავისთვის. იცი პრინციპში რაც თავი მახსოვს, აი სულ მინდოდა რომ მსახიობი ყოფილიყავი, არც ერთ სხვა პროფესიაზე არ მიოცნებია. ეს იყო პროფესია, რომელიც უნდა ყოფილიყო, აუცილებლად უნდა ყოფილიყო სცენაზე. მდგარიყავ, იმიტომ რომ ბავშვობიდან ჯერ ერთი გავახილე თუ არა თვალი დედაჩემს უყურებდი სწავლის პერიოდში, იმიტომ რომ დედაჩემმა რო ჩააბარა, ჩვენ უკვე გაჩენილები ვიყავით და აი ხა როგორც კატო დამყვება ყველგან ესე დავყვებოდით მეც და ჩემიდაც რეპეტიციებზეც, სპექტაკლებზე, თეატრებში, სხვადასხვა სპექტაკლებზე, ანუ ძალიან ღრმა ბავშვობიდან თეატრში და სარეპეტიციებში გავიზარდე და ამიტომ მე აღქმა არ მქონდა სხვა რაღაცის, ინტერესიც არ მქონია სხვა რაღაცის, რომ რამე სხვა რამით დავინტერესებულიყავი. მინდოდა ის პროფესია, რაც დედას ჰქონდა და ნუ ამ შემთხვევაში დაემთხვა ის, რომ მეც ეგ პროფესია მინდოდა თურმე. და რამდენად კმაყოფილი ხარ მაგ გადაწყვეტილებით? ვაი, ძალიან უკმაყოფილო ვარ. მართლა. და ეხლა დამეწყო ბოლო პერიოდია, რაც უფრო მეტ თქვათ აი რაღაცნაირ მეტ შემოთავაზებას თავხდა. ერთი პერიოდი მქონდა, რომ თეატრში ვთამაშობდი სპექტაკლებს, მაგრამ ესე ინტენსიურად არა, აი რაღაც პერიოდი მქონდა, როდესაც ძალიან ინტენსიურად ვიყავი თეატრში, მე გავჩერდი, რაღაც აი გულის გასახარად ვთამაშობდი სპექტაკლებს და ეხლა ბოლო ერთი წელიწადზე მეტია დაუბრუნდი ესე ძალიან კაცრად დაუბრუნდი სცენას. დაუბრუნდი რა ჯერ არ დაკარგა, მაგრამ ნუ მე თვითონ ხო დაუბრუნდი და აი ხა უფრო მეტად ვაკვირდები ჩემ პროფესიას, რომ სულ მაქვს ხოლმე იმის ფიქრი, რომ არასწორად ხო არ ვიცი ჩემ პროფესია თქო, მაგრამ სხვა რაფრის კეთება არ ვიცი, უკვე ძალიან დაგვიანებულია. სხვას ვერაფერს ვერ ვისწავლი, გარდა იმისა, რომ ისევ ჩემივე პროფესიაში რაღაცა ვისწავლო, რომ გამომადგეს თორე სხვას ვერაფერს ვერ ვიზამ. ხო, ანუ ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაც არის ჩემი პროფესიის წინაშე, როდესაც ვქოთ პრემიერო კვირა მაგან რაღაც ისეთი რაც სანერვულო, რომ იმ წამსვე მინდება რომ არ ვიყო ამ პროფესიით დაკვებული და არ მინდოდეს და რა სულ ვფიქრობ ხოლმე რომ რამე სხვა ამერჩია. მაგრამ მე რო ვფიქრდები რა უნდა ამერჩია, ვერ ვირჩევ ეხლაც ვერ ხვდები. აი, ეხლა რომ დავანებო თავი არტისტობას და რაღაც სხვა გავაკეთო, რაღაც ჩემგან განსხვავებული. ხო, ვერ პოულობ, ვერც ერთი ვერაფრის ინტერესს ვერ პოულობ, საერთოდ. ამიტომ ეს პასუხი გავეცი, ანუ კითხვას, როცა გიჩდება ეგ კითხვა საკუთარ თავთან, მე თვითონ ვეცემ ხოლმე პასუხს, რომ დაეტიე სადაც ხარ. ესე ვარ მაგითო, დატეული ვარ სადაც ვარ. შენ ინტერვიუ შემხვდა TikTok-ზეც და ისე შემხვედრა, სადაც ამბობ, რომ აი ბავშვობაშიო არ მოვწონდი ბევრ ბიჭსო. ან იჭვი მეპარება მაგ. რატო გეპარება ეჭვი?
აი არ წარმომიდგენია შენ ვინმეს არ მოწონებოდ. იცი რა საყვარელი ხარ, დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ხო, ნუ ესე გამოვიდა, რომ ეს რატომღაც თითქოს ისე დაიჭირა მაყურებელმა, რომ თითქოს რაღაც ტრამვად მახსენდება და საერთოდ არ მახსენდება ტრამვად, იმიტომ რომ დიდად რო გითხარ ბავშვობაში ბიჭები ჩემი ინტერესი იყო, თქო მოგატყუებ რაღაცა. პრინციპში მე და ჩემდას ნამდვილად ქონდა ნამდვილი ბავშვობა, ხვდები? ანუ ნამდვილი ბავშვობა რას გულისხმობ? ისე ყველაფერი რო არის, ხვდები? აი გაპრანჭვას, გამოპრანჭვას, მაგრამ ნუ აი რაღაცა მე თვითონ ვიყავი ესეთი ტიპი, რომელიც დიდად არ ინტერესდებოდა ესე რაღაცნაირად. აი მისი მთავარი აი ხო იცი რაღაცა ასაკიდან გოგოებისთვის რომ ბიჭები ძალიან საინტერესო ხდებიან. ხო ხდებია ეს ძალიან საოცარი პერიოდი. მეც მქონია რა თქმა უნდა ეს პერიოდი, მაგრამ საკმაოდ დიდობაში. ხდები როცა ჩემი კლასელები და ჩემი მეგობრები უკვე რაღაცა ფლირტაობდნენ და რაღაც ხო ხდები, ანუ მე აი საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც დავინტერესდი ამ რაღაცეებით. და შესაბამისად ხო იმასაც ვამბობდი რომ არავის არ მოწონდა, იმიტომ რომ მართლა არავის არ მოწონდი და ეს არ მაღელვებდა. ნუ რა არის იყო ხოლმე რაღაცა ვიღაც რომ მომეწონებოდა და იმიტომ იმასაც ჩემი და მოწონდა, ნერვიულობდი მაგაზე, მაგრამ ნუ რო გითხრა რამე აი პრობლემად მახსენდება, არა, მოვიტყუები. ჩემი გადმოსახედიდან ეგ არის ყველაზე სწორი შეხედულება, ასე ვთქვათ, რომ ბავშვობაში ყოველთვის გვინდა რომ აი ნაადრევად გავიზარდოთ და რაღაც და მე რო ვიზდებით, ახლა მე ძალიან გაზრდილი არ ვარ შესაძლებელია, მაგრამ ნუ ახლა 22 იცი ხო და ჩემი ინტერესი არ იყო ხდები რომ დიდი ყოფილიყავი რაც შეიძლება მალე ირგვლივ ძალიან ბევრის ინტერესი იყო რომ აი დიდები როდის გავხდები 17-ის როდის გავხდები 18-ის როდის გავხდები 20 არც ერთხელ არასდროს არ მქონია რომ როდის გავხდები დიდი ანუ ეგ სურვილი არ მქონია ძალიან უცნაური აი სულ მინდოდა რომ პატარა ყოფილიყავი პრინციპში ეხლაც ეგრე ვარ საერთოდ არ მომწონს რომ დიდები და სულ ვცდილობ რომ რაღაცნაირად შევინარჩუნო ეს ბავშვობა ბავშვური სილაღე და ჩემშულებსაც ვცდილობ რომ ეგრე გაიზარდნონ რომ ბავშვები იყვნენ მაქსიმალურად სადამდე შეიძლება იმიტომ რომ ეხა უკვე გართულდა ეგ საკითხი ძალიან ჩვენ მილენიელებმა მოახერხეთ ბავშვობის გავლა და ხო თქვენ მალე დიდდებით ძალიან რაც ძალიან საშიშია არა ხო მეც შეიძლება მაგრამ ჩემზე პატარები უკვე ჩემზე ან დიდად გამოიყურებიან მე ვერ ხვდები იმდენად ანუ გონებრივად ჩამოყალიბებულები არიან რომ მე რომ ახლა 13 წლის ასაკში რომ მართლა ეზოში დავბრბოდი ეხა საერთოდ სხვათა 13 წლის ეზოში კი რა მართლა ანუ არ ვიცი 9-ზე ლოგიში ვიწექი უკვე ხო გეუბნები ყველა პერიოდს თავისი რაღაცა წესები აქვს თავისი საათები აქვს თავისი ყველაფერს თავისი ის აქვს დრო რა ანუ ეხლა ის დრო არის რომ უკვე ჩემი ძმაც ჯენზი არის და ჩემი ძმა უკვე სხვანაირად გაიზარდა უკვე ისევ დედა ჩემის ხელშიც მაგრამ მაინც სხვანაირად გაიზარდა ხო და ამიტომ მე ვცდილობდი ყოველთვის და ეს რაღაც ჩემი აი პიტერ პენივით ვიყავი რომ ძალიან არ მინდოდა გაზრდა და ვცდილობ რომ ჩემი შვილებიც ეგრე გაიზარდონ რაც შეიძლება დიდი ხანი ქონდეთ ნამდვილი ლაღი ბავშვობა რასაც გვიშლის ხელს ახლა ეს გაჯეტები და ყველაფერი გვიშლის, მაგრამ ნუ რა ვქნათ? უნდა დავეციოთ ყველაფერს. რაც შეგვიძლია ის უნდა ვქნათ, რა თქმა უნდა. და თინეიჯერობაზე მახსენდება, ან თინეიჯერობას ჩემი გადმოსახედიდან ხშირად მოსდევს კომპლექსები, ეს შინაგანი, ასე ვთქვათ, თვითგვემა ხოლმე, ძალიან რთულია რეალურად და მაინტერესებს შენი გადმოსახედი მაგ ყველაფერზე, ანუ ქონდა მე როგორც ვიცი თინეიჯერობაში კომპლექსები. და ეგ რო უფრო განვავრცოთ, აი ეგ მაინტერესებს. კი, ანუ იცი რა იყო, საშინელი კომპლექსი ხონდა გარეგნობის, ანუ თან გარდატეხის პერიოდში ძალიან შეუხედავი გავხდი ჩემი გადმოსახედიდან მაშინ რო ვიყურებოდი სარკეში საშინლად არ მომწონდა ჩემი თავი და ხო ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჩემთვის ანუ რო აი ღმერთო და რას გავარ და მე როდესაც რაღაც კომპლიმენტებსაც მეუბნებოდნენ ხო თქვენ რა ლამაზი ხარ მართლა გულწრფელად არ მჯეროდა არც ახლა არ მჯეროდა მაგას აზრი არ აქვს ლაპარაკს მაგრამ პერიოდის მე რას მივხვდი იცი როდესაც ხარ თავდაჯერებული, როდესაც მიიღებ შენ თავს, როდესაც შეიყვარებ შენ თავს, მართლა ხო რაღაც ძალიან დაშტამპული სიტყვებია, ხო მართლა გავიგეთ ყველამ, რომ აი მოიღე შენი თავი ისეთი როგორც ხარ და ყველაფერი გამოვა. მართლა ეგრეა. როგორც კი დავიჯერე საკუთარი თავის, გინდა საპირისპირო სქესის კუთხიდან ყველაფერი გამოვიდა და ეს არის არაფერი არ შემიძლია ჩემ გარეგნობაში ხო არც ოპერაცია არ გამიკეთები არაფერი უბრალოდ ხთებით თავდაჯერებული უბრალოდ იღებ შენ თავს ესე და ესეთი ხარ კარგი ხარ განსაკუთრებული ხარ რაღაცა ეს ანუ ხო ხტები რაღაც კომპლიმენტები და მასწავლე სხვათა შორის ეს აფირმაციები რომ გააკეთეო და აი ესე სულ ძალით მოგიწიოს რომ მაინც გააკეთეო რა იმის ძახილი კი რომ მელამაზი ვარ და გალამაზდები არა მიიღე შენი თავი ისეთი როგორც ხარ შეიყვარე შენი თავი ისეთი როგორც ხარ რამე დისკომფორტი თუ გაქვს შენ თავში შენ სხეულში გააკეთე ისე
რომ ეს დისკომფორტები არ გქონდეს. შენ თავს მარტო შენ დაეხმარები, შენი თავის თავი მარტო შენ ხარ, შენი საკუთარი თავის გმირით შენ ხარ. შენ შეგიძლია იყო მთავარ როლში და არა ვთქვათ რაღაცა მეათე ხარისხოვან როლში, შენივე ცხოვრებაში. ამიტომ როგორც კი ეს გავაკეთე, ყველაფერი დაალაგდა, აბსოლუტურად ყველა კუთხით, საერთოდ. და კი არ ვთვლი ჩემ თავს ლამაზ ადამიანად, მაგრამ ჩემ თავს ვთვლი საკმაოდ თავდაჯერებულ ადამიანად, რომელსაც და ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება ძალიან ბევრ ამაში, იგივე ჩემს პროფესიაში. და ეს ბევრად სასიამოვნოა. თუ რამდენი ლამაზი სულელი გინახია? ხო, მაგრამ აი ჩემი გადმოსახედიდან შენზე ლამაზი მართლა. მთელი ჩემი ბავშვობა არავინ არ წარმოიდგენს. ეს შენ გეგონა ესე, იმიტომ რომ გიყვარო. არ მეგონა, აი დარწმუნებული ვარ ბავშვებიდან ვინც გიყურებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეგრე ფიქრობს. აი მე გაილახები. სიმართლეა. აი რატომ მოვიტყვე? დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ხო და რა ვისწავლე? მადლობის თქმა ვისწავლე, ხო. სულ რო არ გეთანხმებოდე, მადლობა ვამბობ, იმიტომ რომ ადრე ვიწყებდი რომ რაღაცა მე მეუნებოდი რომ ეხლა შენ ამას იმიტომ ვამბობ რომ მე კიდევ უფრო მეტი კომპლიმენტი გითხრან, ნუ რა სისულელია, რა ბოდოა. ხო, ვისწავლე მადლობის თქმა. მადლობა ძალიან დიდი. ამიტომ დიდი მადლობა ესეთი კარგი კომპლიმენტებისთვის. იცი რა მაინტერესებს, როდესაც ტელევიზიაში იყავი და მაგ დროსაც რა თქმა უნდა კომპლექსები ყველა ადამიანს აქვს რეალურად, მაგრამ სიღრმისეულად მაინც გაქვს ამით უმეტეს ამდენი ხალხი როდესაც გიყურებს ტელეეკრანებზე. აი შენ თავს როგორ ძლევდი ამ იმებს, რა როგორ დაძლია ეს ყველაფერი. ხო, ეს იყო ძალიან რთული სხვათა შორის პირველი ესეთ მეგა შოუ რო შემომთავაზეს იყო ცეკვავენ ვარსკვლავები, მაშინ პირველი სეზონი უნდა წამიყვანა და ეგ სეზონი რო წავიყვანე, დავიფიცე რომ მეტი არასდროს აღარ წავიყვან თქო მეგა შოუებს თქო. რას ვიფიქრებდი რომ ყველა მეგა შოუს მე წავიყვანი. მართლა, იმიტომ რომ ხო რაღაცა ვინერვიულე ძალიან პირდაპირ ეთერი იყო, პატარა ვიყავი, პატარაზეც არ არის, ნუ რაღაცა თავდაჯერებულობა მაკლდა, თუმცა გავუმკლავდი, მაგრამ თქვი რომ აღარ წავიყვან თქო. მე ისევე ჩემთან რაღაცა ერთ თვეში თუ ორ თვეში ჩემ თავთან გამიჩნდა კითხვები რომ რას ნიშნავს ვერ გავიგე ერთხელ რაღაცა ცადე და მეორეჯერ ხომ და ცადო თუ ვეღარ დაიწყებ ამ ყველაფრის სიამოვნების მიღებას იმიტომ რომ თუ სიამოვნებას არ იღებ იგივე შენ პროფესიაში იგივე უკვე ტელევიზია ხო ჩემი მეორე პროფესია გახდა ხო ნამდვილად ანუ როგორც კი მაგას მივხვდი ეგრევე ჩავეჭიდე მალევე შემომთავაზეს ვოისი საბავშვო და დავთანხმდი და უკვე მივხვდი რომ იცი რა ცადე კიდევ ერთხელ და როცა მე ვიგრძენი რომ რაღაც გამოვიდა ესე არასდროს არ ვარ ხოლმე საკუთარი თავით კმაყოფილი მაგრამ აი რაღაცაზე ხო ხვდები სადღაც რომ მოდი გავაგზავნოთ ამის კეთება ნუ მე უფრო შევედი მუღამში შევედი და კი და ესეთი საფუძვლიანი პროფესია მივიღე იმიტომ რომ პროფესიას მაინც პრაქტიკაში იღებ გინდა არ გინდა და არა ხო მე ეს ისე თავიდან იყო ხოლმე ისტერიული ნერვიულობა პირდაპირ ეთერის აი როგორ გითხრა აი ფილარმონიაში რო დგახარ მარტო სავსე ფილარმონიაში. ძალიან მოსახოდი რო ყავს მთელი დარბაზი, აბსოლუტურად. გარდა იმის რომ დარბაზი ყავს მოსახოდი, კიდე ყურზე გაზიან და პირდაპირ ეთერში ხარ, ანუ საშინელი სტრესია. ანუ ვერავინ ვერ დამაჯერებს მაგას, რომ ვინმე იტყვის, რომ არ არის სტრესი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდებში უკვე რაც წამიყვანია ესეთი მეგა შოუები, ბოლო პერიოდებში ეს სტრესი რამდენად არ მქონდა, მაგრამ ტვინის ისეთი დონის დაძაბულობაა, რომ გამორიცხულიყო ყველა ეთერის მერე თავი. ოღონდ პირდაპირ ეთერზე ესე კი არ გეუბნები, მე გეუბნები აი დიდ შოუებზე. ყველა ეთერის მერე თავი რაღაც არანორმალურად მტკიოდა თავი, აი სადღაც ტვინიც გეძაბება მაგ დროს, იმიტომ რომ იქ რაღაც არ უნდა შეგეშალოს, იმიტომ რომ იქ იმაზე ჯარიმაა, ამაზე ჯარიმაა, არასწორ ტექსტზე, არასწორ სარეკლამო ტექსტზე ჯარიმა ხდები, ძალიან ყველაფერი შენ თავში ხდება, ხმა შენ თავში ჩაგესმის ხდები, იმიტომ რომ ამ ხელა ტექსტების სწავლა ზეპირად უბრალოდ შეუძლებელია, ანუ ძალიან ბევრი ტექსტების სწავლა, ამიტომ მიყვები ყურს. ანუ ბევრ რაღაცაზე გიწევს ფიქრი. მაგრამ ხო დავიწყე ამ ყველაფრის სიამოვნების მიღება, იმიტომ რომ ასწავლებს, რომ ამ ხელა მასას სადღაც შენ მას პინძლობ და მე შენ კარნახობ რა როგორ რა გააკეთოს, შენ აყურებინებ ამ ყველაფერს. ანუ შენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ჰოსტი ხარ, ანუ მასპინძელი ხარ ამ ხალხის და ამიტომ უნდა შეეცადო რომ კომფორტულად იგრძნო თავი. იგივე შენი ყურების დროს. ხო და მეც ჩემთვის წარმოუდგენელია ამდენი ხალხის წინ ესე რომ ვიდგე და არ ვინერვიულობ, იმიტომ რომ თუნდაც ახლა მე და შენსი ვართ აქ, ხო? და რამოდენიმე ადამიანი ვართ. ისევ ნერვიულობ ხოლმე, სულ რომ მარტო ვიცი ძალიან ნერვიულობ. ისევ ნერვიულობ, არ ვიცი და ეხა არ წარმომიდგენე რომ ამდენი ხალხის წინ ჯერ რამხელა ადრენალინს განიცდი მაგ დროს. ხო და სასიამოვნოა ეგ ადრენალინი. ხო აი როგორც კი დაუჭერ მუღამს, მე ასწავლებს, იმიტომ რომ მართლა გეუბნები პირველი რომ წავიყვანე პირველი ჩემი ესეთი დიდი პირდაპირ ეთერი, ნუ აი
გული გამისკდა კინაღა მართლა ცოტას ესე წრუპავდი ხოლმე რომ ცოტა რაღაც ის მქონდა და ამიტომ ის სხვა სცენაზე დგომა და მე როგორც კი მივხვდი რომ მოდი ახლა ამას ისე მივუდგე თვითონ როლია თვითონ სპექტაკლს თამაშობ და ის ნელ-ნელა მე რაღაცნაირად დამეხმარა ეგეთი რაღაცები და მე უკვე მოვეშვი რა ეხა აღარ ნერვიულობ არა ეხა სადაც გინდა იქ ჩამაგდე მართლა ანუ რეალურად პრაქტიკიდან გამომდინარეობს ყველაფერი და არ არის ის რაც შეიძლება. ნუ არის ერთადერთი ის ხო, ეს პრაქტიკიდან, მაგრამ ანუ ისიც არის რომ პასუხისმგებლობა რა, რომ ყველაფერი კარგად გააკეთო, რაღაც ნერვიულობები რა თქმა უნდა, ახლავს, მაგრამ ის ისტერიული რაც მქონდა საკმაოდ დიდი ხანი, რა თქმა უნდა, ეგრე არა. ხშირად, რასაც ვაკვირდებიან, დღეს ადამიანები უფრო ხშირად ლაპარაკობენ საკუთარ კომპლექსებზე, თავის შინაგან აი ტკივილებზე. აი თუნდაც TikTok-ში ან Instagram-ში სოციალურ ქსელებში ყველგან მაინც უფრო გახსნილი თემაა, რომ თქვა, რომ იცი რა, მე ცუდად გრძნობ თავს. და მაქედან გამომდინარეობს ძალიან ბევრი რაღაც. შენ რას ფიქრობ, რომ ეს კარგია რეალურად რომ ხალხს დაანახო, რომ იცი რა, მეც მაქვს ჩემი გრძნობები? თუ უფრო რთულ, ანუ ისეთი. იცი რა არის, ანუ როგორ გითხრა, ყველას თავისი ის აქვს, რა ქვია, როგორ თქვა რა სიტყვა, ვერ ყველას აქვს უფლება აკეთოს თავის სოციალურ ქსელში ის რაც უნდა. ნუ რაღაც მორალის ფარგლებში რა თქმა უნდა. ნუ ახლა მე ტელევიზორში TikTok-ში ვერ დავждები, ვერ დავждები და ვერ ვიტირებ. ანუ გამორიცხულია. ანუ ის ზოგადად ქართულ TikTok-ში რაც ხდება, ჩემთვის საკმაოდ მძიმეა მაგის ყურება. მე მაინც იმდენად დავარცხნილია ჩემი TikTok-ი და ჩემი სოციალური ქსელები, ანუ ბლოგინგს მაგიტო არ მიყვები, ანუ არ ვარ მე ბლოგერი და არც ვლოგერი არ ვარ და არც ინფლუენსერად არ ვთვლი თავს. მე ვარ მსახიობი, ტელეწამყვანი, მორჩა დავამთავრე. და ჩემ სოციალურ ქსელში ვანახებ იმას, რაც არის, ხვდები, არაფერს არ ვალამაზებ არასდროს, ხვდები. მაგრამ ის რო ეხლა არსებობს თემები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, ხო, სოციალური თემები, რაზეც აუცილებლად თქვა უნდა ილაპარაკო და შეიძლება დაეხმარო ძალიან ბევრ ადამიანს. იგივე რომ შენი გულშემატკივარი რო გიყურებს და აინტერესებს შენი აზრი, კი შეიძლება არის რაღაც თემები, მნიშვნელოვანი თემები, რაც რამესიძებით შესაძლებელია რომ გაუშვას ჩემნაირმა ადამიანმა. მაგრამ ახლა ტირილტან ვებერ, ანუ არის რაღაცები, რაც არავისი საქმე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე გახსნილად შემიძლია პირადზეც საუბარი. ყველაფერს დიმიტრო ესეთი ვარ ხვდები, მაგრამ მეორე მხარეც ხო არსებობს, ანუ შენ პირადზე ილაპარაკებ, მაგრამ შენ პირადი ხო არის კიდე მეორე ადამიანი, ხო, შენს პირადში. ანუ კიდე რაღაც პირადი საკითხები ხო არის, რაც უნდა გაიარო, გაითვალისწინო ეს ადამიანები, ხო? აი, მაგ დროს მგონია რომ არ ხდება ხოლმე მეორე ტიპის გათვალისწინება. თორემ, როდესაც შეყვარებული ვარ, რა თქმა უნდა, ყველამ მინდა რომ იცოდეს და როდესაც მათკენენ გულს და როდესაც მათრევენ და გამოუბედურებენ, რა თქმა უნდა, ეგეც მინდა იცოდეს, მაგრამ სადღაც ვთვლი რომ მარტო შენი ანუ სადამდე შეგიძლია რომ შეინახო ჯობია რომ შეინახო რაღაცეები რა მე მაგიტო არ განვიკითხავ არასდროს არავის ვისაც რა უნდა ის უკეთებია მე ამ კუთხიდან რასაც ვთვლი რომ უნდა ვანახო ჩემს გულშემატკივრებს იმას ვანახებ მეტი მე მგონი არც არის საჭირო გეთახმებ მარაზმია ეს ჩემთვის რა ან თან რთულია ისედაც ვთვლი რომ ძალიან ბევრი ვარ სოციალურ ქსელში და კიდე ამდენი ემოცია აქვს იგიჟეა არა თან მით უმეტეს როდესაც ეხება ეს ორი ადამიანის ურთიერთობას მაგაზე საუბარი ჩემს ცოტა უხერხული ძალიან ეს პროგრამაში ვარ მე იმიტომ რომ რაც მე და ჩემი ყოფილი მეუღლე გავშორდით ერთმანეთს უკვე წელიწად ნახევარზე მეტია. რატომღაც მაინც ძალიან პროგრამაში ვარ რაღაცა, ანუ ერთი წელი და კიდე ნახევარია ამის განხილვა მიდის რაღაც სხვადასხვა ვერსიების, სხვადასხვა ძალიან საინტერესო ვერსიებს ვისმენ ამ ყველაფრის შესახებ. დღემდე რაღაც ძალიან მართლა საინტერესო ვერსიებს ვისმენ ამ ყველაფრის შესახებ და ხო უცნაურია ამდენი ხანი რით ვერ მაგრამ სადღაც თან ფიქრობ რომ რაღაცა საინტერესო ხარ ესე იგი ადამიანებისთვის განიხილავენ ამ ყველაფერს საუბრობენ ამდენი ხანია შენზე აი ამ ყველაფერს ხო მაგრამ სადღაც რაღაც დროს ხონდა დასულდეს ამდენი სურეალური ვერსიის წარმოთქმა ხო და რა ველოდები მეც როდის ჩაწყნარდებიან მე მშვიდად და წყნარად ხო მაინტერესებს ჭორებთან რა ვიცი და გამიგია რომ ამბობ რომ აი დიდად თქვათ თუნდაც hate კომენტარს რო გიწერენ დიდად შენზე არ ახდენს ზეგავლენას, მაგრამ მაინც მაინტერესებს შინაგანად ყოფილა ერთი ესეთი რაღაც, რამაც აი
გულზე ძალიან მოხვდა ეს იცი რა არა ვერ მერევიან მაგ კუთხით ერთადერთი იყო რაღაცა მთელი დღის განმავლობაში იწერებოდა აი რაღაცა ყოველი ნაბიჯი როგორ მოუკვდი რაღაც თავის ფოტოებით და ძალიან ბევრჯერ მოუკლივარ ძალიან ბევრჯერ ესე მაგრამ ანუ ეს კონკრეტული ინფო აი რაღაცა იდებოდა აი თავის მანქანაში რაღაც ზუსტად ჩემნაირი გოგო ეგდო ანუ ხო ხტები აი მთელი დღის განმავლობაში ანუ ამას აკეთებდნენ და ნუ ძალიან ინერვიულა ჩემი ირგვლივ ყველა მანუ არ დაამთავრეს თან რაღაც 9 საათის გამოკლებით იდებოდა ინფო რომ ეხლა ავადმყოფოში ეხლა ოპერაცია უკეთდება ეხლა ეს უკეთდება და ბოლოს აი არ ვიცი ერთადერთი ეგ იყო გამაღიზიანებელი თორე ეხლა ვინ რა უნდა თქვას ჭორი მით უმეტეს ხო გეუბნები აი მართლა პროგრამაში ვარ ეხლა რაღაც მართლა ძალიან სასაცილო აი როგორ გითხრა რაღაცნაირ ვერსიებს ვიგებ ჩემზე და ეგეც კი არ მოქმედებს ჩემზე იმიტომ რომ არ ვიცი მე რა თქმა უნდა ზოგადად როდესაც არავისთვის არაფერი არ გაქვს დასამტკიცებელი პირველ რიგში საკუთარი თავისთვის როდესაც იცი უბრალოდ რომ ეს ესეა და მორჩა მშვიდად ხარ არ ნერვიულობ ამიტომ ამ საკითხშიც მშვიდად ვარ ძალიან და არ ვღელა რატომ და ვეღელო ხარ ყველა ანუ ილაპარაკონ ესე კი საინტერესო ვარ და ეგეც საინტერესო არა მე მაინც იმაზე მეფიქრება რომ კლავენ ხო კი შარშანაც მომკლეს შარშანწინაც მომკლეს ეგ რა ტრენდია ხო არ ვიცი რა ტრენდია აი TikTok-ზე რომ ჩამსკროლე ისეთ საშინელ დეტალებს აი რატო ხო არ ვიცი აი რაღაცა იუმორი ან რა ხდება აი ეგ მაინტერესებს ხო ჩემი აზრით ჩვენთან სოციალებში ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ კუთხით Facebook-ზე და TikTok-ზე Instagram-ი ცოტა რაღაცა ფართხალებს ხო მაგრამ ხო ნუ რაღაც მე ვიცინი ხოლმე რომ საქართველოში ყველაზე მეტი ჰეითერი მე მგონი საქართველოში არის შეკრებილი არ ვიცი ესე მგონია ნუ ეგ ცალკე თემა ანუ ხო და სულ ამბობ რომ აი Facebook-ი და TikTok-ი რო არ არსებობს რას იზამდა ეს რას აკეთებდა ეს ხალხი მართლა აი რას აკეთებდა სად იყო ეს ამდენი ბრაზი შუღლი და ბოროტება სად იყო ამდენი ხანი ესე რო აფრქვევენ მაგრამ ალბათ ყოველთვის იყო უბრალოდ ეხლა უფრო გაასმაგებულია იმიტომ რომ ხელმისაწვდომი გახდა ხალხისთვის აი გაჯეტით დაუწერ მაგრამ მე ვერ ხვდები რატო უნდა მოგინდეს რომ ადამიანს ატკინა გული მაგაზე პასუხი არავის არ აქვს გინდა და ისე მაინტერესებს ვერ ხვდები რომ აი როგორ უნდა გამომწარდე ან არ ვიცი რა დონეზე უნდა მივიდე ან თან ხო შეიძლება სელებრიტი მე ესე როგორ უნდა გამომწარო რომ მე დაუწეროს ფურა საშინელი ხარ ან კიდე უარესი ეს შენთვის არის გაუგებარი და ჩემთვის და ძალიან ცოტა პროცენტისთვის რაღაც არ მოგწონს გასაგები ყველასი ვერ მოგვეწონება ეგ არის აი რაღაც დონის თავისუფლებაა რომ ყველას უთხრა ყველაფერი რასაც ფიქრობ ანუ ეტყობა მაგ დროს ეგ ირთვება ეგეც რომ ანუ სიტყვის თავისუფლებასაც თავისი ყველაფერს რაღაც წესრიგები ხო ნუ ხო ესე ეგეც თავისუფლება არ გამოდის თუ გვინდა რომ ვიყოთ თავისუფლები მაშინ რომ სხვებსაც უნდა უთხრათ რომ არ მოგწონს ან თავი არ შევიკავოთ ხო რა ვიცი სადღაც ვიძახით რომ თავი არ უნდა შევუკეთოთ და ვაკეთოთ ის რაც გვინდა სადღაც ვიძახით რომ არსებობს რაღაცები რაც არ უნდა ვაკეთოთ სადღაც თავი უნდა შევიკავოთ დამაბნეველია ძალიან ეს ყველაფერი ხო ამიტომ გააჩნია ხასიათს და ადამიანს ხო მე ეს მე და შენ არ გვესმის საბედნიეროდ და მიხარია რომ არ გვესმის გაგვიმართლა რომ ეს ამ კუთხით სწორად ვაზროვნებთ ეგ მიხარია კიდე კაი შემურჩით თორემ წარსული იქნებოდა ხო ვიცი რომ პირადზე არ ლაპარაკობ იმდენი ვილაპარაკე მე რა ვილაპარაკო მაგრამ რაც გინდა მკითხე მცირე დოზით ვაპირებ რომ რა თქმა უნდა შევეხო და მაინტერესებს რა შეიცვალა მას შემდეგ რაც მარტო ხარ არამედ ფიზიკურად და პრაქტიკულად არამედ აი ემოციურად რაც მარტო ხარ რა ცვლილებები გამიწვია შენში კარგად ვარ აი როგორ გითხრა მე ვარ ადამიანი რომელსაც მართლა არასდროს არ ეგონა რომ თქვათ აი რაღაც ანუ ხო ხტები არასდროს თქვათ მარტო არ მიძინე მე და ჩემდას გვეძინა ერთად ყოველთვის ბებია ჩემთან მეძინა მე და ჩემთან მეძინა ხო ხტები აი ანუ არასდროს ანუ ხო გეუბნები რაღაცეები ზოგს დიდობაში უწევს რაღაცეების გამოვლა ან აქამდე არ გამოუულია ზოგს ძალიან პატარაობაში ხტები მე საკმაოდ დიდი ვიყავი როდესაც მარტო მომიწია ახლა ხო თქვათ ჩემს შვილებთან ერთად ცხოვრება და გადასარევი აი მოკლედ და კონკრეტულად რო გითხრა მაგრამ ასწორებს არჩევას მიცემთ იმ ადამიანს ვინც აი იგივეს გადიან მაგალითად შენ იცი რა არის ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია მაგ დროს რა იმიტომ რომ ეს აი ამ ეხლა ვინც ამ სიტუაციაში არის ან ამ სიტუაციისთვის ემზადება
რჩევას ვერ მივცემ, უბრალოდ ჩემი ეს ისეთი საკითხია, რომ რჩევას ვერ მივცემ, რა თქმა უნდა. ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად დაფიქრდე, რა გინდა, რატომ გინდა, რისთვის გინდა, რატომ აკეთებ, ან რატომ არ აკეთებ. ეს როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას შენს ტვინში დაუსვავ და მე შეეცდები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, იმიტომ რომ პასუხს ერთ დღეში ვერ გაცემ, ვერც ორ დღეში. მე ძალიან დიდი დრო დამჭირდა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. როგორც კი მივხვდი, რომ ყველა კითხვას პასუხი გავეცი, მას მე გადავწყვიტე მარტო ცხოვრება. ამიტომ ხო, ერთადერთი ამ შეკითხვების დასმა საკუთარ თავთან და გულწრფელი შეკითხვების დასმა და გულწრფელი პასუხების გაცემა. რომელსაც საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, რა ვიცი. ჩემს შემთხვევაში საკმაოდ დიდი დრო დაჭირა 4 წელზე მეტი. ზოგადად რთულია, რომ რეალობას გაუსწორო ხოლმე თვალი ადამიანს. კი, თანო ჩემნარი ადამიანი, რომელსაც არ უყვარს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ანუ და საერთოდ არ ვცვლი რატომ უნდა გამოვიდე კომფორტის ზონიდან. ხო და რაღაცა ამოსანები ხო დაგვაკისრეს, რომ უნდა შეეცადო გამოხვიდე კომფორტის ზონიდან. კაცო, რატომ უნდა გამოხვიდე ძლივს ვარ იმ ჩემ კომფორტის ზონაში და კიდე რაღაცა უნდა გამოვიდე, ხო ხვდები? ანუ რაღაცა ბევრი ჭიდაობა მაქვს ამ საკითხში, მაგრამ ხო, ეგეც იყო, რომ კომფორტის ზონიდან არ გამოდიოდი, ეგეც იყო, ეს იყო. მე უკვე იმიტომ გამოვედი ამ კომფორტის ზონიდან, რომ შევიდე უკვე ჩემს ნამდვილ კომფორტის ზონაში. და რასაც ძალიან დიდი სიამოვნებით და დიდი გულით და სულით ველოდები. ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ შესვლა, ვცდილობ უკან შესვლას იმ კომფორტში. უკეთეს. ხო, რა თქმა უნდა, რატო არა? ყველანაირი კომფორტზე გელაპარაკებით. სიმშვიდის, მენტალურ, მე მივხვდი, რომ ფიზიკურ კომფორტ, ყველანაირი კომფორტზე გელაპარაკებით. მე მივხვდი, რომ გონებრივ სიმშვიდეზე აი ძვირფასი არაფერი არ არის. არაფერი. აბსოლუტურად და მაგას მივხვდი და ძალიან მაგრა ასწორებს. მაგას შეიძლება დიდობაში მივხვდი, მაგრამ ხო, რაღაც დროს უკვე შედიხარ იმ ასაკში, როდესაც მართლა გულწრფელად სიმშვიდე გინდა, ოღონდ შენ ტვინში. როდესაც შენ ტვინში შენ გულში ხარ მშვიდად, რა თქმა უნდა, შენი შვილებიც მშვიდად და კარგად არიან, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს გამოთქვა. ბედნიერი დედა ბედნიერ შვილს ნიშნავს. ანუ გიჟდები ისე მომწონს და მართლა ეგრეა. მართლა ეგრე ბედნიერი ადამიანი ბედნიერებას ასხივებს და ბედნიერი და პროდუქტიულია და კარგია, ასმაგად კარგია თავის შვილებთან და თავის ახლობლებთან. ამიტომ ვცდილობ ხო ვიყო ბედნიერი. მე მაინტერესებს, ანუ ჩემი აზრით არასდროს არ დაგიკარგავს ეს ბედნიერების გამოსხივება. რა თქმა უნდა, გექნებოდა მომენტები, როდესაც ანუ ეგრე არ გიქრწნია თავი, მაგრამ აი სულ შენგან აი სიბედნიერე და ის მიხარია თუ ეგრე, იმიტომ რომ მაგას ბევრი მიმუშავე რომ სუბედნიერებას ვასხივებ. ეგ თუ გამომდის და შენ თუ მაგას მეუბნები, კი, ხო ეს რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შენ თუ ამას მეუბნები რომ ბედნიერებას ვასხივებ რაღაც დროს ხან და ხან, ეგ ძალიან დიდი კომპლიმენტია ჩემთვის. აი ხო არის მომენტი რომ შეიძლება ადამიანი ჩაქროს. მე არასდროს არ შემიძლია. არ ხრები. მანთი ვარ კიდე? კი, ცეცხლი გიკიდი. შენ ანთი ხარ, აი შენ ზიხარ და ვარსკვლავით ანათებ. ნუ ამატია. და მე მეუბნები ანთიაო, მე მეუბნები ანთი ხარო შენ კიდე ჩამოღვენთილს. მართლა გეხულობ კაი. დანახი გაქვს შენი ედიტები, მაინც რასაც გიკეთებ ახლა. კი, და ძალიან საყვარლები არის. ანუ საუც აი დღემდე რო იდება ეს ედიტები ძალიან გულის ამაჩუყებელია. იმიტომ რომ ძალიან უყვარ ხარ ხალხს. რატო გგონია რომ არა. შევჭამე ხა ამ მიკროფონს. და მაინტერესებს, ანუ რეალობაშიც მე ვიცი, მაგრამ რეალობაშიც იგივე რუსკა ხარ, მაგალითად, რასაც ეკრანებს ანახებ. თუ აი ეკრანზე გააჩნია, ეკრანზე რაღაცა კონკრეტული როლი მაინც მოგებული გაქვს. ეხლა შენთან ნამდვილი ვარ, ეხლა პოდკასტებში რომ დადიხარ, ნამდვილი ხარ, მაგრამ ხა თეატრში ან კინოში ან სადმე ხარ ეგ ჩაითვლებოდა რომ სადმე თუ გამეპარა ეგ ძალიან ტეხავს, ხო? ძალიან ცუდია ეგ. როგორ დავალაგო? ხო აი სადმე თუ გავარ ჩემ პერსონაჟს ძალიან ცუდია. ეს თავარია რომ ეგრე არასდროს არ მოხდეს. და ისე ხო ეს ხარ რაც ხარ რა, ისე არ გაგუფლება, საერთოდ არ გაგუფლება რომ ვინმეს რაღაცა სხვა კუთხიდან დაანახო შენი თავი, მით უმეტეს შენ გულშემატკივარს, რომელიც მართლა გაჭმევს და გასმევს. ანუ ეხა ან მარტო გულშემატკივრის დამსახურება ის რომ შენ ვიდეოს ნახვები აქვს, შენ სპექტაკლებზე მოდის და ბილეთს ყიდულობს, კინოში მიდის და ბილეთს ყიდულობს, შენ გამოხვდები, ანუ და ეს ანუ რა უფლება გაქვს უბრალოდ რომ აი ამ ადამიანებთან
რაღაცნაირი სხვა დამოკიდებულება გქონდეს ან რა უფლება გაქვს რომ როდესაც ჩაივლი ქუჩაში და აქ ადამიანი გაგიჩერდება და ფოტოს გთხოვს ან ჩახუტებას გთხოვს უარი უთხრა ანუ რა უფლება გაქვს ხო და ეგ ავიწყდება და ეგ მგონია რომ ეგ არ უნდა დაგავიწყდეს პირველ რიგში ყველა ჩვეულებრივი ადამიანი უბრალოდ ყველა რაღაცა პროფესიაში არის წარმატებული ან არ არის წარმატებული მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და უბრალოდ ვიღაცაზე რაღაცაზე კარგად აკეთებ ან ცუდად აკეთებ ხვდები მაგრამ როცა უნდა მადლიერი იყოს ძალიან ბევრი ადამიანის არც ერთი წამი არ გაქვს უფლება რომ სხვანაირი დაანახო შენი თავი ეს შენ შემთხვევაში საქმის გაგრძელებისას აი რას უფრო ასე ვთქვათ მიაწერდი ამ ყველაფერს აი мотиваცია გაქვს თუ დისციპლინა რომ არ ეს დისციპლინაც მაქვს კი ჩემი წესები მაქვს რაღაცა ანუ მაგრამ ნუ იცი რა დაკავებულობის გამო ეხა ცოტა ამერია ჩემი დისციპლინა იმიტომ რომ მისწრებაზე ვარ რომელსაც მე მივასწრო და არ დავაგვიანო ძალიან პუნქტუალური ვარ არასდროს არ ვაგვიანებ მაგრამ ხო ნუ რაღაცაზე არის რა ეხლა უკვე შვილების გამო აკეთებ ამ ყველაფერს ანუ ეხლა უკვე მუშაობ გამოიმუშავებ რაღაცას რასაც აკეთებ ყველაფერს შვილების და ოჯახის გამო აკეთებ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ძალიან გამიმართლა რომ ამ ყველაფერს ჩემი პროფესიით არ ვაკეთებ ჩემი პროფესიით ვაკეთებ და არა სხვა პროფესიით რაც ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა მართლა ერთხელ მოდიხარ და კიდე ის არ აკეთო რაც გინდა ძალიან რთული თუმცა ხარისხშიც გეტყობა მე მუშაობის ხარისხშიც ხო ეგეც არის ნამდვილად მე არ შემიტყვია შენ შეიძლება მოგდომებია რომ დაგენებებინე ზოგჯერ თავი მაგრამ რაღაც მომენტებში ხა ვისწავლე რომ ცოტა უნდა დავისვენო რაღაცეებზე შემიძლია ვთქვა უარი მაგრამ ხო ხვდები აი სულ რაღაცა მინდა რომ არაფერი არ მოაკლდეს ჩემი ირგვლივ ადამიანებს ამიტომ მაინტერესებს სწავლებს თან ეტყობა ის ვარ რა ქვია მაგას ვორკაჰოლიკი ვარ კი ეტყობა არა ხო ხარ მაგაშიც სიამოვნებას ვიღებ რომ ეგ ბევრს მუშაობ ეს სულ მახსოვს ორსულად ხარ გადაცემაში ხარ ყველაფერს აკეთებ მთელი შენ ცხოვრება. კი კაცო, ილიას რო გავაჩინე და კატოც რო გავაჩინე ორ დღეში ილიაზე ორ დღეში წავედი სპექტაკლი ვითამაშე და კატოზე ორ დღეში პილოტი ჩავწერე გადაცემის. ორი დღის ნამშობიერებზე. ანუ ეს იმიტომ კი რომ მაგარი ვარ. ანუ მარტივად უნდა მიუდგე რაღაცეებს. და მადლობა ღმერთმაც მოცა ამის საშუალება რომ ესე მარტივად მოხდარი ყველაფერი მე მესმის რომ სხვანაირადაც ხდება და ვიღაცას ხო ხდები. მაგრამ ნუ აი ამ შემთხვევაში ისედაც მარტივად წასული ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივად მივიღე. და ეგ ასწორებს ბევრი რაღაც ანუ აი ეგ არის რა ასაკი მაგას გაძლევს. აი სიამოვნება რაც შეიძლება მე ვთქვა რომ ჩემ ასაკმა რაც მომცა 35 წლიდან ზემოთ. არის ის რომ ზუსტად იცი რას აკეთებ, რატო აკეთებ და რისთვის აკეთებ და იმ ნაბიჯებს დგავ, რომელსაც არ გადადგამდი. ანუ რაც არ უნდა მაგარი იყო. აი რაღაცნაირი მაგარი ასაკია, მოკლედ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ხა მე ჩემი ასაკით. რა ამ კუთხითაც შემიძლია ვთქვა. კი არ მომწონს რომ დიდდება, მაგრამ მაინც ასწორებს. რამდენი წლიდან ხარ ტელევიზიაში? ტელევიზიაში ვარ მეოთხე კურსიდან ალბათ რა 21 წლის ვიყავი. ხო, ძალიან დიდი ხანია, 20 წელია თითქმის. თითქმის 20 წელია ტელევიზიაში. ანუ გოგონა გარეუბნიდანში რამდენი იყო? გოგონა გარეუბნიდან არის 2009 წელი დავამთავრე თეატრალური და ეგრევე მივედი კასტინგზე და მივედი სხვა სერიალის კასტინგზე. კლინიკა იყო ეგეთი სერიალი. მე 6-ის ვიყავი, რა თქმა უნდა, არ მემახსოვს. არ გახსოვს ხო, კლინიკა იყო ეგეთი სერიალი. და ეს მოპირდაპირ მხარეს იყო ეს კასტინგები და შევედი კლინიკას კასტინგზე დამიწუნეს რომ პატარას გავხარო ძალიანო და დღნავილით შევედი მოპირდაპირ მხარეს გოგონა გარეუბნის კასტინგი იყო და მან მითხრეს რომ მან დამიყვანეს მოკლედ ეგრევე რა კერჩი რომელიღაცას მაინც გამოვკარი ხელი ხოდა სწორად გამოვკარი კიდე ხელი იმიტომ რომ გოგონა გარეუბნიდან იყო ერთ-ერთი ძალიან საყვარელი და საუკეთესო ჰაილაიტი ჩემი ცხოვრების მაგ პერიოდის და მაგრა გაასწორა. დღემდე რო უყურებს ხალხი, მაგრა ასწორებს. ხო, აი კლასიკა არის. აი ეგეთი. ხო, რაღაცა ძალიან სასაცილო და საყვარელი სერიალი იყო და მართლა დღემდე რო უყურებს და TikTok-ზე იმდენი ედიტები ხდება გოგონაზე, რომ მართლა როდი 2009 ანუ რამდენი წლის წინანდელი სერიალია, 3 წელი გადიოდა. ხო, მოკლედ მიხარია. სასაცილო ქალი იყო ის ანჩო. ძალიან სასაცილო პერსონაჟი. თან სულ წუწუნებ მე ხო, დეგენერატობა რაღაცა. გოგოშკური. ხო
ხო და აი რაღაცა ეგეთი სასაცილო პერსონაჟი. ხო და მიხარია მოკლედ რა, ესეთი რაღაცები ძალიან მიხარია და მადლიერი ვარ ხალხის ამ შემთხვევაში. ყოველთვის. ეხლა მე სხვა კითხვას გადავალ. დავაი. აი რუსკა მაყაშვილი როგორც დედა. კაცრი დედა, დამთმობი. აი დედის ამპულაში მინდა რომ ამეხსოვრო თუნდაც ერთი დღე. რუსკა არ არის მკაცრი დედა, რუსკა ჩხუბობს კიდეც ყვირის, კიდეც აღონთ ძალიან მინიმალურად რუსკას რო ეგონა რომ ისეთი დედა ვიქნებოდი მაჩხუბა რა ეგეთი არ გამოვდექი. ძალიან თბილი ვარ ჩემს შვილებთან. არ შემიძლია სხვანაირად. ნუ ილია ნერვებს მიშლის. მაგრამ ნუ არ ანუ მერევიან, ყველაფერში მერევიან, თუმცა არის ბევრი საკითხები, სადაც ვთვლი რომ სწორად მოქმედებ და ეგ მაგრა სწორებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და დრო გავატარო ჩემს შვილებთან. იგრძნონ ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, რატომაც ვაკეთებ და რისთვის ვაკეთებ. იგრძნონ და იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ მათთვის კეთდება. და ნუ სხვანაირად არც ვიცი, არც ვფიქრობ როგორ და რანაირად. თავარი რომ ეს ხარ დაჭერა, რაც მე მაქვს ჩემს შვილებთან, რომ ყველანაირად გვერდში უდგავარ ყოველთვის, ყოველ წამს და ყველაზე მნიშვნელოვანია მათი აზრი, მათი ფსიქიკა, მათი მენტალობა, რომ ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ. მით უმეტეს ესეთ პერიოდში, როდესაც ახლა საკმაოდ განიცდიან ამ ყველაფერს მიუხედავად იმისა, დროც გავიდა. ხო აი ამის მოფრთხილებაში ვარ ძალიან უფრთხილდები და ძალიან ბეწვის ხიდია მოკლედ რა. რა გასწავლო დედობამ? ყველაფერი აბსოლუტურად და დედობა ის არის რომ ყოველ დღეს სწავლობ ახალს, იმიტომ რომ ესენი იზრდებიან და ყოველ დღე ახალ რაღაცებს აძრობენ. ყოველ დღე ახლებურად ბურღავენ ტვინს, ყოველ დღე ახალი აინტერესებთ ყველაფერში, ანუ ყოველ წამს სწორად უნდა გასცე პასუხი. ანუ არ გაქვს უფლება რომ რამე შეგაშალოს რა. და თან ცხოვრება ესეთი რომ აუცილებლად შეგეშლება და მარტო არ ხარ თან მამაც ყავთ ხო ბავშვებს, ამიტომ ერთად რაღაცნაირად მოვახერხოთ რომ ჩვენი შვილები არ დავტრამვათ, რაც ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის ფიზიკურად. ხო და აი და ყოველ სასაცილო ისტორია რა გახსენდება ბავშვებთან? ამათან სასაცილო, რა ვიცი, ილია ისეთ რაღაცებს აკეთებს ყოველ დღეს სასაცილო. დღეს ძალიან სასაცილო იყო. დღეს ვემზადებოდი შენთან მოსასვლელად და ამ კაბას ვაუთავებდი ეს ელექტროებითი, რა ქვია, თუ რა ქვია ორთქლის უთოთი და კატო მეუბნება ჩემ კაბას რატო ვაუთავებ? ანუ მეგონა რომ კატო, ანუ კაბები დავამოკლე. და მეუბნებოდი, არა დე, ეს ჩემი კაბა. არა დედიკო, ჩემი ზომაა, მეუბნება. არა დე, ჩემი კაბა. და მე მივხვდი რომ ბავშვის ზომა კაბა მაცვია, მაგრამ ნახო მეცინება ეგეთ რაღაცა. კი ხდება, იხდება და რა ჩავიცი. მიყვარს რა ისმეს, ნახე. ის სუპერ ვარსკვლავია ნამდვილი. პატარ პოდკასტერი რო იყოს ეგ. პატარა ინფლუკი გახდა კატო. მოწონს. კი, რაღაც ვიდეო ბლოგებს, რაღაც სისულელებს იღებს და ეს არის ძალიან სასაცილო და ძალიან საყვარელია, რაღაცებს დებს მოკლედ რა. ფიქრობ რომ შენ დაგემსკავსა მაგ ამპულაში. იცი რა ის იმდენად მაგონებს ჩემ თავს პატარობაში, იმიტომ რომ ყველა კუთხეში ესე ვიდექი და მღეროდი და ვცეკვავდი. საერთოდ არ მქონდა არ სირცხულის გზნობა, ანუ სად უნდა ყოფილიყო. кейფებში და რაღაცებში სადაც დედა შემიყო, ესე დამაყენებდა და ყველგან მღეროდი და ვცეკვავდი, ანუ ერთი წამი მორიდება არ მქონდა. ესეც ესეთია, ანუ ყველგან მღერის და ცეკვავს მართლა და რო ვუყურებ მართლა ჩემი თავი მგონია და საოცარი სიამოვნება, რომ გეგონება დაპატარავებულ შენ თავს უყურებ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიმგვანებ ვიზუალურად. მაინც ძალიან მაგონებს ჩემ თავს და ძალიან სიამოვნე, დიდი სიამოვნება ამის ყურება. მე ის ვიდეოც მაგ ნახე, შენ რო ცეკვავდი და ეს რო ხელს კრავდა და თავის მომენტი იყო. ხო, აი, ანუ მე მახსენდება, აი ბავშვობაში რატო რაღაცა მიტყდება თქო დედაჩემი რომ ღეროდა ან რაღაცას რო აკეთებდა, რაღაცა თავს რო გამოიდებდა ხოლმე რატომ მიტყდებოდა ვერ ვიგებდი და ზუსტად იგივენაირად არის ესეც. შენი პატარა მინივერსია. ხო, და იმასაც აი რაღაც რომ ღერი ან რაღაც რო ცეკვავ, გაჩერდი მაჩერებს სულ რა. აი ეგ დროც დამიდგა რომ საკუთარი შვილი მაჩერებს. აი შენ გზას რო გაყვეს? აუცილებლად ჩემ შვილებს რა გზასაც უნდათ, იმ გზას უნდა გაყვნენ, არავითარ შემთხვევაში ეგ საერთოდ არ მესმის. ანუ საერთოდ არ მესმის ამ შემთხვევაში მშობლის როლი. არ მესმის მიმშობლების, რომლებიც უკრძალავენ თავიანთ შვილებს, თქვათ რაღაც ურთიერთობას. არ მესმის იმშობლების, რომლებიც აძალებენ სხვა პროფესიას თავის შვილებს. არ მესმის და მომკალით, რა ვქნა, მე ჩემი შვილები გავაჩინე
გავიგეთ რომ ჩემთვისაც, მაგრამ ისინი ხო ადამიანები არიან, ისინი ხო ყალიბდებიან, იზრდებიან, უნდა აკეთონ ის რაც უნდათ, უნდა აკეთონ ის რაც მოეწონებათ. რა უფლებით უნდა ჩავერიო? არ ვიცი, რა პროფესია უნდა აირჩიოს ახლა რომელიმე, რომ ისეთ. მე გვერდში არ დაუდგე ყველანაირად. და საერთოდ ზოგადად მე მივეკუთვნები იმ მშობლების იმ რისხს, რომ დაესო მათთან ერთად ვიყო. ყველაფერი ნუკეთებიათ, ყველაფერს მე გავაკეთებ. კი, ხო არის რა, მე მინდა რომ ჩამოშველი, ყველაფერი თვითონ აკეთოს. სადაც მექნება საშუალება რომ მე ჩემს შვილებს დავეხმარო, ყველგან დავეხმარები, მაპატიოს ყველა. რა ვქნა? ეგრეც უნდა იყოს. ხო არის ხოლმე რომ თვითონ გააკეთოს ყველაფერი, ეს მილიონერების და მილიარდერების ის რო არის, რომ ჩემს შვილი გაიზარდოს წიღარიბაში და არა. სადაც შემეძლება, რა მომენტში შემეძლება რომ ჩემი შვილების გვერდით ვიყო, ყველანაირი საკითხში მათთან ერთად ვიქნები, შევეცდები აბსოლუტურად ყველაფერი გავიგო და თუ ვერ გავიგებ, შევეცდები რომ გავიგო. ხო ხდები კიდე ცალკე ჩემ ტვინში შევეცდები რომ გავიგო. იმიტომ რომ მათი სიამოვნება, მათი ბედნიერებაა, ჩემი ბედნიერება, ისე როგორც ჩემი და მათი, ხო? ამიტომ დედა მათ გვერდში უდგას ყველაფერში. ეგ არის ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგას უხსნებენ ბავშვები, მე სხვანაირად მიდის ყველაფერი, იმიტომ რომ არის სხვა კატეგორია. ხო, რომ ბევრი უნდა ესაუბრო, ბევრი უნდა ელაპარაკო და მართლა ის უნდა აკეთონ, რაც თვითონ უნდა და არა რაც ჩვენ გვინდა მშობლებს, რომ ამიტომ ნახოთ. შენ იტყვი რომ იგივე ნაირად სრდი შენ შვილებს როგორც მაგალითად შენ გაგზარდეს თუ რადიკალურად არის. არა, მე სხვანაირად. თამარამ სხვანაირად. თამარა საკმაოდ მკაცრი იყო. საკმაოდ თავის ისეთი მიუხედავად იმის რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, პატარა ვესი ახლა 19 წლის იყო, ორივე რო ვიყავით ბეწდანი, ძალიან პატარა იყო. ჩემთვის ეგ წარმოუდგენელი. მიუხედავად ამისა ძალიან მკაცრი იყო და ძალიან ისეთი თავის წესები ჰქონდა, რაზეც მე არც ერთი წამი ეს ყველაფერი არც ერთი წამი არ მახსენდება, არც ტრამვას, პირიქით ძალიან ბევრი მაქვს სასაცილო გასახსენებელი, პირიქით და რასაც თქვენ ნამდვილი ბავშვობა მქონდა და ამ კუთხითაც მე ვაწვევი ჩემს შვილებს, რომ ესე წავიდეთ. მაგრამ ხო მე ბევრად მობიერი ვარ ვიდრე დედაჩემი. დედაჩემი საკმაოდ ისეთი იყო. ეს არ ნიშნავს სისუსტეს საერთოდ. მე უბრალოდ ესე მომწონს და ესე სიამოვნებს ჩემს შვილებთან ურთიერთობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თამარას სიამოვნებდა ახლა ჩვენთან მკაცრად მოქცევა, მაგრამ ყველას თავისი ხასიათი აქვს, ყველას თავისი წესი აქვს. ყველა დედა მიცის და ყველა დედა უფრო უკეთესად გრძნობს თავის შულს რომელ შულს როგორ მიუდგეს. ამიტომ როგორ მე დედაჩემმა გამზარდა ეგრე არა. მე როგორც ვთვლის სწორად და მე როგორც გრძნობ, ისე ვიქცევი. თან დროც სულ იცვლება 5 წლის ეს სხვანაირად იყო, ეხლა სხვანაირად არის და რა თქმა უნდა. ყველაფერს მაინც განვითარებულად. რა თქმა უნდა. თუმცა ჩემს შვილებს, მათ ბებიებს და ბაბუებს, ჩემს შვილებთან ყველას თავისი ურთიერთობა აქვს და მე მათ ურთიერთობაში არ ვერები, რაც სწორი მგონია. თუმცა მაინც ისე უნდა იყოს, როგორც დედას. იცი რა არის, მართლა მინიმალურად ფაქტიურად არც ვერები. მართლა ყველას ჩემს შვილებს, ბებიებთანაც და ბაბუებთანაც და საერთოდ ყველასთან, მის ახლობლებთან, ადამიანებთან, ვინც ძალიან უყვართ და ვინც მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში, ყველასთან თავისი ურთიერთობა აქვთ. მაგრამ ნორმის ფარგლებში. მე ამოვწევ. ვერ გიყურებ ისეთი ლამაზი ხარ მარტო. სახეს ზემოთ რო წევ, ცუდად ხვდები. რატო? ძალიან ლამაზი ხარ. ამას უნდა ვთქვა, ლამაზი გოგოს პოდკასტი რო ერქვას არ შეიძლება? ეს დღეს გავლამაზდი თქო შენთვის. ხო, მადლობა ძალიან დიდი. რო აი დამებრმავები. დიდი ხო აი და. გიჟებულიყავი. აი მე ვაიმე რას გიზამ. მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო დღეს რომ მოხვედი. მადლობა შენ რომ დამიძახე და გაგახსენდი, ძალიან მიყვარხარ ხო იცი. მე უმახსოვდი. ოღონდ მეთქე ცოტა წინ წავიწე. ჩემო სიცოცხლე. რა უფრო მოგწონებოდ. გადასარევია ძალიან მომწონს, ძალიან მიხარია შენი წარმატება და რა ვიცი რაში უნდა დაგჭირდე რომ არ გამომიყენო. ამიტომ აქ ვარ, როცა გინდა. ძალიან დიდი მადლობა. ასევე დამშვიდობები ჩვენ მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. და შემდეგ გადაცემამდე მადლობა დიდი.